სახელით ამ მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არ დაიწყო. ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენებას, წმინდა კონსტანტინე მთავრის ხსენებას. მადლობა უყვარს, რომ ჩვენ საქართველოს ყავს ასეთი დიდი წმინდანი, მფარველი წმინდანი, წმინდა გიორგის სახით. პირველად წმინდა გიორგის შესახებ ქართველმა ერმა გაიგო წმინდა ნინოსკა, რომლის ნათესავიც იყო წმინდა გიორგი და სწორედ დღევანდელი დღე მარტო ქართველებთან არის ეს დღესასწაული. მის სხეულზე ბორბლის დატრიალების დღე. თქვენ იცით, წმინდა გიორგი კაბადოკიიდან იყო. დღეს ის ისრაელში არის, ქალაქ ლუდში დაკრძალული ლიდში, მისი საფლავი არის იქ. საქართველოში თითქმის ყოველდღიურად აღნიშნავდნენ მის დღესასწაულს და მაგიტო იყო ასეთი გამოთქმა, რომ 365 წმინდა გიორგი შეგეწიოთო და ნამდვილად აი ესეთი განდიდებული იყო საქართველოში წმინდა გიორგის სახელი. წმინდა გიორგი არის ის წმინდანი, რომელიც ხილულად იხილვებოდა ბრძოლის ველზე, როგორ მუსრავდა ჩვენს მტერს. და აი ესეთი პატივისცემიდან გამომდინარე უცხოელება საქართველოს გეორგიად შეარქვეს. წმინდა გიორგის სახელი დაერქვა. წმინდა გიორგიმ სიცოცხლეში მრავალი სასწაული შეასრულა. მან კერპები დაანგრია ლოცვით, მან ლოცვით მკვდარი აღადგინა და ძალიან ბევრი სასწაულები მოახდინა და ნამდვილად ჩვენ ვადრობთ უფალს, რომ ასეთი დიდი წმინდანი ყავს ჩვენ ერთს მფარველად. დღეს თქვენ სახარებიდან მოისმინეთ, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ეკითხება უფალს, რომ როგორ ცხოვრდეო, გადარჩეო. ესე იგი, ეს ცხოვრების საკითხი ოდითგანვე იყო გამდგარი. აი დღეს უმრავლესობა, ახლა აი თქვენ სესტრები და ბევრმა არ იცის რა არის ცხოვრება. ძალიან ბევრმა არ იცის საქართველოში ცხოვრების საკითხი. ცხოვრება არის სულის გადარჩენა. ჩვენ საიქიო ცხოვრება უნდა გვწამდეს. საიქიო ცხოვრება, რომ არის ჯოჯოხეთი და არის სამოთხე. ქართველმა კაცმა კარგად გამოხატა ამ ქვეყნიური ცხოვრება, წუთი სოფელი, წუთიერია